გვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჩიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საქართველოში წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო. შესაბამისად, ჩვენი ინტერაქტივის კითხვა არის შემდეგი: რას ფიქრობთ, როგორ ჩაივლის წინა საარჩევნო კამპანია? რა მოლოდინები გაქვთ წინა საარჩევნო კამპანიაზე? როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარი ფაქტორი? პროგრამა, სია, ლიდერი. ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 1188 ან 292 1199. ვუსმენთ ერთმანეთს. ჟურნალისტი ზაზა ჩიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს ტრადიციულად გადაცემა ორ ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ მთავარ თემაზე, ამჟამად წინა საარჩევნო კამპანიაზე, ხოლო მეორე ნაწილში გექნებათ იმის საშუალება, რომ დარეკოთ და რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ხმამაღლა ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც გაწუხებთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვეცდებით ამ პრობლემების გადაჭრაში გაგიწიოთ დახმარება. რაც შეეხება მთავარ თემას, საქართველოში წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო, სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი ინტერაქტივი შეკითხვა, რომელიც არის ჩამოყალიბებული ასე, როგორ ფიქრობთ, როგორ ჩაივლის წინა საარჩევნო კამპანიები და როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენი აზრით, რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარი ფაქტორი? ამ თემებზე შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება ნომრებზე 292 1188 ან 292 1199, ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 და გეტყვით აქვე, რომ გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. არჩევნების დანიშნვის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე წინა საარჩევნო კამპანია იწყება. წინა საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს საარჩევნო კოდექსით დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს. პრემიერ-მინისტრმა შეგახსენებთ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა. სანამ თქვენ დაგვირეკავთ და გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებებს ამ თემაზე, დაგვირეკავთ ნომრებზე 292 1188 ან 292 1199, სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. ხაზია ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ბატონი ვახტანგ ზაბირაძე. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობის. უღრმესი მადლობა ბატონი ვახტანგ, რომ მოახერხეთ და გვერდებით პირდაპირ ეთერში. როგორია თქვენი მოლოდინი? მას შემდეგ რაც წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო, არც ისე მარტივი მდგომარეობა გქონდა, სანამ ოფიციალურად შევიდოდით ამ ფაზაში და დავაწესებდით წინა საარჩევნო კამპანიას, იგივე სამეგრელოში განვითარებული მოვლენები და აწი უკვე თქვენ როგორ რეჟიმში, ქვეყნის როგორ რეჟიმში ცხოვრებას ვარაუდობთ და როგორია თქვენი მოლოდინი ზოგადად? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ ალბათ ნელ-ნელა სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, პოლიტიკურ ვითარებას გულისხმობ, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანია ბუნებრივია, სადაც სტაბილურ გარემოშიაც კი გარკვეული დისბალანს ქმნის ამ საერთო გარემოში და ურთიერთდამოკიდებულებებში. მეტომეტეს ახლა საქართველოში საკმაოდ ესეთი მძიმე ვითარებაა, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური კუთხით, საგარეო ურთიერთობები, ტერიტორიული საკითხები და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს ერთად არის თავმოყრილი და ბუნებრივია ძალიან მძიმე გავლენას ახდენს საარჩევნო კლიმატზე. რაც თქვენ ახსენეთ, იმასაც თუ დავითვალისწინებთ, მოხდელობაში მას კორცხელის ინციდენტი, როდესაც კაცმა რომ თქვას ლაპარაკი იყო შუალედურ არჩევნებზე, ლაპარაკი იყო რეგიონზე და არა მთლიანად ასე ვთქვათ საპარლამენტო დამოუკიდებელ საპარლამენტო არჩევნებზე და იქაც კი სიტუაცია საკმაოდ რთული და მძიმე აღმოჩნდა. აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მძიმე და რთული ვითარება იქნება საპარლამენტო არჩევნებში. როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ისე თავად არჩევნების დღესაც. გარკვეული თითქოს ემზადებიან კიდევ რომ ეს დაძაბულობა კრიტიკულ ზღვამდე მიიყვანონ, თუმცა ფიქრობ, რომ თუ ხელისუფლება იქნებ ნორმალურად მიუდგება ამ საკითხს და მშვიდად მიუდგება, ყველანაირი
ბერკეტი მას გააჩნია იმისათვის რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება შეინარჩუნოს. როგორც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს პროვოცირებადი და პროვოკატორი, პასუხისმგებელი იმაზეც როგორ ჩატარდება არჩევნები და იმაზეც რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილური ვითარება, მხოლოდ ხელისუფლებაა. ეს რა თქმა უნდა დიდი ვალია ხელისუფლების, მაგრამ იმედი მაქვს რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რაც ჰქონდა დღემდე და ამ საკითხს უფრო ხილად და სერიოზულად მოეკიდება. ამის გარანტიას გარკვეულწილად იძლევა ისიც, რომ თავად ივანიშვილმაც აღიარა, რომ დიახ, პასუხისმგებლობა ასეთ ვარიანტში ეკისრება ხელისუფლებას. ეს კვაზირებს გარკვეული დამშვიდების საფუძველს და საფუძველს იმისა ვფიქრობ, რომ ხელისუფლება იქნება ფრთხილი და მოზომილი. ბატონო ვახტანგ, თქვენ მზიანეთ რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები დაინტერესებული არიან, თუ სწორად გავიგე, შეიძლება უტრირებასაც ვახდენ, რომ კრიტიკულ დონემდე მივიდეს დაპირისპირება და ვითარების გამწვავება. რა პოლიტიკური ჯგუფებს გულისხმობ და რატომ არის მათთვის ეს მნიშვნელოვანი? ისეთ როგორ არის საქმე, რომ აი ამ ზღვარზე მიახლოება, ზღვართან მიახლოება გარკვეულ უბნებში ალბათ პირდაპირ პროვოცირების მოხდენა და მოწყობა ნამდვილად შედის გარკვეული ძალების ინტერესში, იმიტომ რომ კარგა ხანია მიდის ასე ვთქვათ შემზადება საზოგადოების, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, რომ შეტევები მიდის დემოკრატიაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალებს, ერთ-ერთი რა თქმა უნდა იქნება ნაციონალური მოძრაობა, მას ყველაზე მეტი რესურსი აქვს ასეთი პროვოცირებების მოწყობისა, რომ არჩევნების შედეგები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც წარმოჩნდეს როგორც არალეგიტიმური. შესაძლოა ამან უშუალო გავლენა ვერ მოახდინოს დაუშვათ 9 ან 10 ოქტომბერს, ანუ დაუშვათ წელს, მაგრამ თუ ეს ნაღმი იმისა, რომ არჩევნები თლად წესიერად ვერ ჩატარდა, ჩაიდო ამორჩევლის მეხსიერებაში, როგორც კი სიტუაცია დაიძაბება და ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, რომ ამ ფაქტორს ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ, ხომ, რომ რაღაც გართულებები არ მოხდეს საშინაო და საგარეო ფაქტორებში დაუშვათ მომავალი წლისთვის, იმავე წუთში მზად უნდა იყოს საზოგადოება, რომ ასე ვთქვათ ნელი მოქმედების ნაღმი ამოქმედეს. ამიტომ ამის მოლოდინი საზოგადოებაშიც არის და უნდა იყოს ხელისუფლებაშიც. თუ ისევ ლაპარაკობ, მიუხედავად იმისა, რომ ვის რა მიზანი აქვს და რა სურვილები, თუ ხელისუფლება იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ეს ყველაფერი დარეგულირდება. მაგრამ ხელისუფლები ვალია არ წარმოებოს პროვოკაციას და პირიქით აღკვეთოს ის ყველა შესაძლო მექანიზმით. გულისხმობ რა თქმა უნდა სამართლებრივ და დემოკრატიულ მექანიზმს. ბატონო ვახტანგ, კორცხელის ინციდენტის თითქოს არ გვიქად, ანუ იქ მასშტაბები არ იყო ისეთი, რომ ასეთ რეზონანსამდე გასულიყო, ანუ ასეთი ფიზიკური დაპირისპირება მომხდარიყო და თითქოს უწყინარ სიტუაციაში ასეთი შედეგები მივიღეთ. და ამას მოყვა ის, რომ მოქმედი პარტიისთვის, სამთავრობო პარტიისთვის არც ისე სახარბიელო შედეგები დაიდო არჩევნებში, ხო იქ? და მაშინ ამ ინციდენტის შემდეგ მე მახსოვს არაერთი ექსპერტი, ასე ვთქვათ, კრიტიკას გამოთქვამდა იმის გამო, რომ კრიზისულ ვითარებაში ამ მთავრობამ ვერ მოახერხა სწორი რეაქცია და დროზე ვერ განმუხტა ეს მდგომარეობა და მაშინ პოლიციის და სამართალდამცავების უმოქმედობაზე აპელირებდნენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თქვენ რამდენად გაძლევთ იმის იმედს, რომ თუ ასეთი ან ამაზე ოდნავ გართულებული მდგომარეობა შეიქმნა შემოდგომაზე არჩევნების პერიოდში, ამას ადვილად გაართმევს თქვათ ეს მთავრობა თავს და არ შექმნის, არ მისცემს სიტუაციას გამწვავების საშუალებას. იცით რა, იქ იყო მცდელობა, გეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ ეს ამან უარყოფითად იმოქმედა პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების რეიტინგზეც და იმიჯზეც,
თუ იქ იყო გარკვეული მცდელობა რომ სხვისთვის ანუ ხელისუფლებას გარკვეული პერიოდი საწყისში ეცადა რომ პროვოკატორებისთვის გადაებრალებინა ეს ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ გამოვიდა და ძალიანაც კარგი რომ არ გამოვიდა და სწორედ ეს მომენტი ვახსენე რომ ეს უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის მაგალითი რომ იცი რომ სφარზე გადაბრალება რომ შეძლოს ხელისუფლებამ ეს მაინც არ იმუშავებს და იმუშავებს მის საწინააღმდეგოდ და არ დაასხამს მის თისკვილზე. მე იმედი მაქვს რომ ხელისუფლება იქნება უფრო ფრთხილი და უფრო ეფექტური, რადგან იგივე გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა, ხო? რომ აი ამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მან თქვა რომ დიახ რა ვინც არ უნდა ყოფილიყო და როგორც არ უნდა იყოს იქ მაინც ხელისუფლება პასუხისმგებელი. რაშიათ აბსოლუტურად ვეთანხმები და სწორი მიდგომა. რადგან მან თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ხელისუფლება ანგარიშს გაუწევს პირველ რიგში ალბათ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ საზოგადოებასაც თავის თავსაც რა თქმა უნდა და იქნება უფრო ფრთხილი. თუ იქ ამას ხელისუფლება თავად არ დაიწყებს ზებნას რომ აი ასეთი შეხლა-შემოხლიდან რა შედეგი თავად მიიღოს, მაშინ იქნება ორიენტირებული იმაზე რომ ასეთი პროვოცირება აღკვეთოს, მაშინ ყველაფერი იქნება ნორმალურად. თორემ რა თქმა უნდა ხელისუფლების დამსახურება იქნება ის რომ არჩევნებში ან ქვეყანაში იქნება არასტაბილური ვითარება. თუ ხელისუფლებას ეს ხელს აძლევს, მაშინ ახლა იქნება ვერაფერს ვერ ვიზნათ, მაგრამ წესით და ლოგიკით ხელისუფლება ამით დაინტერესებული არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ამის პოლიტიკური რეალობა ჯერჯერობით არ ჩანს და იმედი დავიტოვოთ რომ თქვენი იმედი გამართლდება და ზოგადად ჩვიდობით და დემოკრატიულ არჩევნებს ასე ვთქვათ ჩავატარებთ ოქტომბერში. დიდი მადლობა უნდა მოგახსენოთ თუ შემოდგომას, უღრმესი მადლობა ბატონო ვახტანგ ზაბირაძე, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. გადაცემის პირველი ნაწილი დასასრულს მიუახლოვდა. რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვიქნებით და რა თქმა უნდა კვლავ მოგეცემთ იმის საშუალება რომ გამოთქვა თქვენი მოსაზრება წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ, ან დარეკოთ და რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბროთ სოციალურ პრობლემებზე. ტელეფონის ნომრებს შეგახსენებთ და დაგემშვიდობებით 2 წუთით 292-11-99 რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჩიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საქართველოში დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, სწორედ ამას ეხება ჩვენი მთავარი კითხვა, რომელიც მიმართულია თქვენგან რადიოს მსმენელებო. რას ფიქრობთ, როგორ ჩაივლის წინასაარჩევნო კამპანია და როგორია თქვენი მოლოდინი 292-11-92-99 ამ ნომრებზე ველოდებით თქვენ ზარებს. ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778 გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. გარდა მთავარი თემისა შეგიძლიათ დარეკოთ და რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ და ჩვენის მხრივ უკვე ვეცდებით ამ სოციალური პრობლემების მოგვარებაში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაგიწიოთ დახმარება. რაც შეეხება მთავარ თემას, როგორც უკვე გითხარით, დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი დღეს მოაწერა. განკარგულებები როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ორივე განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა. საქართველოში როგორც საპარლამენტო არჩევნები, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. აქვე გეტყვით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად მზადაა. მის შესახებ დღეს ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მის თქმით, ცესკო დღეს გამართავს პირველ სხდომას, სადაც დამტკიცებული იქნება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი უკვე. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სხდომის დღის წესრიგის მიხედვით სხვადასხვა საკითხების განხილვაც, აღნიშნა
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძის ეთქმით, ამ ეტაპზე ცესკოში 27 პარტიის განაცხადია შესული და მათგან რეგისტრაცია 5-ს აქვს გავლილი, რაც შეეხება მოქმედი თანამდებობის პირებს. ანა მიქელაძის განმარტებით, არსებული კანონმდებლობით მინისტრებმა, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თანამდებობა უნდა დატოვონ და პარტიული სიის წარდგენის მომენტიდან უკვე ისინი ვთქვათ მინისტრის პორტფელების გარეშე უნდა იყვნენ. ეს რაც შეეხება დღევანდელ თავარ თემას 292-11-88 ან 292-11-89 ამ ნომრებზე ველოდებით რადიო მსმენელების ზარებს, რათა დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ჩაივლის წინასაარჩევნო კამპანია და როგორია თქვენი მოლოდინი, სანამ თქვენ დაგვირეკავთ, კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. ნიკოს ბატონ ზაალ ანჯაფარიძეა სატელეფონო ხაზზე. საღამოშვიდობისა ბატონო ზაალ. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და გვერდობით პირდაპირ ეთერში. ბატონო ზაალ, თქვენი მოლოდინი როგორია? როგორ ფიქრობთ, რამდენად დინამიურად გადავიტანთ ამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს და შემდეგ უკვე რამდენად ისევ ასე ვთქვათ დინამიურად, მშვიდობიანად და კონსტიტუციის ყველა ნორმის დაცვით შევძლებთ უკვე არჩევნების ჩატარებას. ამ კითხვას აემფორმით, იმიტომ გისვამთ, რომ რაღაც ყველა საზოგადოების ყველა ფენაში, სადაც კი მიწევს ამ თემაზე საუბარი, ყველა ელოდება რაღაც განსაკუთრებულ მძიმე ვითარებაში, რაღაც კრიტიკულ ზღვართან მიახლოებულ სიტუაციაში ამ არჩევნების ჩატარებას და როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასეთი მოლოდინი და მართლა ასეთი რთული ვითარება მწიფდება შემოდგომისთვის ქვეყანაში? თქვენი მოსაზრება როგორია? თუ რამდენად დინამიურად ჩავლის წინასაარჩევნო კამპანია, ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება საარჩევნო პროცესში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებზე, მათ გეგმებზე, მათ განზრახვებზე. ასევე იმაზეც თუ რამდენად იყოფათ მათ პოლიტიკური კულტურა იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანიის პროცესში არ გადაკვეთონ წითელი ხაზები. ანუ ეს როგორც ვთქვი, დამოკიდებული იქნება თითოეულ მათგანს რა ზრახვები და რა გეგმები აქვს. თუ რამდენად წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნები კონსტიტუციის ჩარჩოებში, ესეც ასევე დამოკიდებული არის საარჩევნო სუბიექტების გეგმებზე და რა თქმა უნდა ასევე დამოკიდებულია იმ საარჩევნო გარემოზე, რასაც შექმნის ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება ეკისრება უმთავრესი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შექმნას ნორმალური საარჩევნო გარემო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ალბათ საზოგადოებამ თითქმის ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. კენჭი ეყრება პარლამენტში ეგრეთ წოდებულ გერმანულ მოდელს და რამდენად მოახერხებენ პოლიტიკური სუბიექტები ამ მოდელზე შეთანხმებას ვერ შეთანხმებას და რამდენად ჩათვლიან პოლიტიკური პარტიები, რომ საარჩევნო გარემო არის მათთვის სამართლიანი, ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ის თუ როგორ წარიმართება თავად საარჩევნო პროცესი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესის დინამიურობას განაპირობებს ისიც, რომ რამდენიმე ახალი პოლიტიკური უთამაში გამოჩნდა და ესეც მატებს გარკვეულ დინამიურობას საარჩევნო პროცესს და მე ფიქრობ, რომ საკმაოდ კონკურენტული და დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები გიოლიც რაც ერთ-ერთი კარგია. იმიტომ რომ მრავალფეროვნება გვაქვს როგორც მინდა. რაც უფრო კონკურენტულია არჩევნები და რაც უფრო მრავალფეროვანია პოლიტიკური არჩევანი, ის უფრო მეტია დემოკრატიულობის ხარისხი და ამორჩევას, ვთქვათ, მეტი საშუალება აქვს, რომ აირჩიოს მისთვის მის პოლიტიკური ძალა და მე ეს გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი, თუ აგროვ ნახავთ უკვე იმ სიას პოლიტიკური პარტიებისა, რომელმაც უკვე განაცხადეს სათყოფნა არჩევნებში მონაწილეობისთვის, ჩვენ ნაცვლად ნახავთ, რომ ერთ მხარეს არის დაჯგუფებული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აღდგათ კვეთრად გამოხატული და დეკლარირებული
პროდასავლური ორიენტაცია, მეორე მხარეს არიან დაჯგუფებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დგანან ასე ნაციონალურ პატრიოტულ პლატფორმაზე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ორ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის წარმართება ძირითადი კონკურენცია და ამორჩევას მოუწევს არჩევანის გაკეთება არა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ ვთქვათ, რომელ პარტიას, რომელი პიროვნება უდგას სათავეში და რამდენად მოსწონს მას ეს ვთქვათ ლიდერი, არამედ ის თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმას არჩევს ის ანუ მისი სიმპათიები გადაიხება უფრო ეროვნულ პატრიოტული პლატფორმისკენ თუ ის უპირატესობას მიენიჭებს პროდასავლურ პოლიტიკურ არჩევას. დიახ. ბატონო ზალ ახლა მოკლედ ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი როგორც გაირკვა 5 პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის. არ ვიცი იცით თუ არა ამის შესახებ უბრალოდ კი ვიცი მე სიმართლე გითხრათ ველოდი რომ მის თქო ამ გაერთიანებაში კიდევ სხვა პოლიტიკური ძალებიც აღმოჩნდებოდნენ თუმცა ნახოთ ეს კიდევ პროცესი წინ არის და შეიძლება ეს ბატონო ზალ მე კითხვა საით მიმყავდა მაგრამ ამ 5 პარტიასაც დავასახელებ რადიომსმენელმა ვინც არის ის გაიგოს ამის შესახებ საარჩევნო ბლოკში საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული საქართველოს პატრიოტთა ალიანსი კახაკუკავას პარტია თავისუფალი საქართველო კონსტანტინე გამსახურდიას პარტია თავისუფლება აკადემიკი ასათიანის ტრადიციონალისტთა კავშირი გოჩა ჯოჯუას ახალი ქრისტიან დემოკრატები და გია ბერძენაძის ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა ქალბატონმა ინაშვილმა განაცხადა შემდეგი რამ ანუ ძირითადი პოსტულატი ჩვენ იმიტომ შევქმნით ეს საარჩევნო ბლოკი რომ ქვეყანაში არის უთანასწორო და უსამართლო საარჩევნო გარემო არადა ყველა იმაზე აკეთებს აქცენტს რომ ასეთი გარემო წინა საარჩევნო ადრე წინა ხელისუფლების ეპოქაში ნაკლებად იყო და ახლა ბევრად კომფორტული მდგომარეობა და აი სწორედ უთანასწორო და უსამართლო წინა საარჩევნო გარემოს ასახელებს მიზეზად ალბათონი ინაშვილი თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად უთანასწოროა და უსამართლო საარჩევნო გარემო და რამდენად შეძლებენ თქვენ ახლა მოთამაშე პოლიტიკურ პარტიაზე სიმრავლეზე ისაუბრეთ რამდენად შეძლებენ აი ესეთი პატარა პარტიები შედარებით ახალშექმნილები რომ მიიღონ სასურველი შედეგები ბარიერები გადაახონ და პარლამენტში წარმომადგენლობითი რაოდენობით თუ არა, რამდენიმე მათგანი მაინც მოხდეს მათი სუბიექტები, მათი წარმომადგენლები, პოლიტიკური წარმომადგენლები. ისეთ საარჩევნო გარემოს უსამართლობის ხარისხზე თუ ვისაუბრებთ, ის უნდა შევადაროთ იმას, რაც სისტემას და რა გარემოც ჰქონდა ადრე და მასთან შედარებით საარჩევნო კოდექსში შევიდა რიგი ცვლილებები, რომლებიც გარკვეულად გაუმჯობესა საარჩევნო გარემო, თუმცა რა თქმა უნდა დღევანდელი საარჩევნო გარემო ტოვებს გაცილებით უკეთეს სურვილს და კიდევ შეიძლება გარკვეული აბიჯების გადადგმა ჩემსადაც კიდევ არის დრო იმისათვის რომ ეს გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და აი სწორედ მაგას ამბობდა ქალბატონი ინაშვილი რომ ქართულ მოოცნებამ არ შეცვალა ის კანონმდებლობა რაც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა ნიჭით როგორ არის ახლა თად ასეც არ არის კი რა თქმა უნდა ძირითადი თქო პოსტულატები ამ კანონმდებლობის ძირითადი პუნქტები უშუალოდ დარჩა მაგრამ გარკვეული ცვლილებები მაინც შევიდა მაგალითად იგივე მაჟორიტართა არჩევნებზე ბარიერის აწევა კიდევ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მართალია თქო კითხვებს იწვევს თერგი ცვლილებები იგივე საერთო დროის და სარეკლამო დროის განაწილებაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედი და მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გაუმჯობესება არის, თუმცა შეიძლებოდა საარჩევნო გარემო კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულიყო. როგორც ჩანს მართლ ძალაში ჩათვალეს, რომ ამის იქით მათ არ უნდათ რაქვენ წასვლა და დაკმაყოფილდნენ ამ დონეზე. ამ დონით და რა ვიცი მე მაინც ვფიქრობ რომ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ რომ საარჩევნო გარემო გარკვეულწილად არის გაუმჯობესებული. გასაგებია. მაგრამ რა თქმა უნდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ყოველთვის ექნებათ ეს თქვა თემა იმისათვის რომ შემდეგ
თუკი მათ ვერ მიიღეს არჩევნებზე სასურველი შედეგი, ეს თემა წამოსწიონ წინ და ზოგიერთმა მათგანმა იმართოს გარკვეულ საპროტესტო აქციაზე, რასაც მე არ გამოურიცხავ. გასაგებია. მოკლედ უღრმეს მადლობას მოგახსენეთ ბატონ ზალ. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდ ზალ ანჯაბარიძე ანალიტიკოსი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ახლა უკვე ზარია მსმენელისა და იგი გველოდებოდა. ბოდიში გალოდინეთ რამდენიმე წუთი საღამოშვიდობისა გისმენთ. საღამოშვიდობისა. ისეთ რა მაინტერესებს ხალბატონ ნინაშვილი რომ ამბობს რომ ეს მიშას კანონები არ შეცვალა ეხანდელმა მთავრობამ. არც მიშამ რომ არ შეცვალა საარჩევნო კანონი ედუარდის, მაგრამ ედუარდზე ლაპარაკი მაგათ ტაბუირებული აქვს და ედუარდის დროზე ყოველთვის ბოლო 9 წელზე აქვს ხოლმე და როგორც კი ეტყვირო კი, მაგრამ წინა 15 წელი იმ წუთში ის არის რაღაცა ტაბუირებული. მოკლედ აი ეს რა მაინტერესებს საარჩევნო სისტემა, იცით რა არის? ედუარდ შევარდნაძის მერე. იცით რა არის? ედუარდ შევარდნაძის დროს შემოიღოს ისეთი კანონი, რომ ორი ადამიანი თუ მივა არჩევნებზე, არჩევნები ითვლება ჩატარებულად. ეს შემოიღეს ედუარდის დროს, გაგრძელდა მიშას დროს, გაგრძელდა ეხლა თუმცა ეს აწყვეტა. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, რომ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული საარჩევნო კანონებიდან გამომდინარე, არჩევნების ლეგიტიმურობასთან, სწორად ჩატარებასთან და ასე შემდეგ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები და სწორედ ამასაც მოყვა, ასე ვთქვათ, ერთგვარად მაშინდელი რევოლუცია, ხო? არა, ისეთ რაშია საქმე. ქართული საქართველოს მოსახლეობას უნდა ქონდეს იმის უფლება, როგორც ნორმალურ სახელმწიფოს მაცხოვრებას, რომ თუ უმრავლესობა არ მივიდა არჩევნებზე, ეს ნიშნავს ცალსახად, რომ კი არ დაეზარა მისვლა, კი უიმედობა კი არ აქვს, როგორც ახლა ცდილობენ პოლიტიკოსები, სხვა ჟურნალისტები, უკვე წლებია იმის მას, აი სახში ნუ დაждდებით, თორე ეს არის რომ ბოიკოტი გამოუცხადა მთავრობას ამ ადამიანებმა და მოусმინონ ამ ხალხს, ხო არ შეიძლება ყოველთვის 20% იჩადეს. და მე რა შეიძლება საქმე ედუარდ შევარდნაძე მეს რო ეს პროცენტები საერთოდ რომ ამოიღო, შემდეგ უკვე მას შემდეგ ამონათებენ საქართველოს, ნუ ქართულ ხალხს, რომ ესე იგი ვინც 99% მისცა ზედ გამსახურდიას ხმაო, მე 3 წლის მერეო 96%-მა მისცაო ედუარდ შევარდნაძესო და იცით რა, მიმსვლელების 96%-მა ალბათ მართლა მისცა, მაგრამ რამდენი მივიდა. დანარჩენმა ხო ბოიკოტი გამოაცხადა, მაგრამ ამ ადამიანმა წაგვართვა ჩვენ 20 წლის წინ უფლება, რომ ადამიანურად ერმა გამოაცხადოს, სახელმწიფომ გამოაცხადოს ხალხმა, სახელმწიფოსადმი, თავრობისადმი უნდობლობა და ამითი ბოიკოტირება გაუკეთოს. აი რატომ არ არის ეს შეცვლილი? დანარჩენი ეს ყველაფერი არის რაღაც ჩუქურთმები. მთავარი არის ის, რომ იმის უფლება არ გვაქვს, ჩამორთმეული გვაქვს ხალხს. ხო ესეა რა. დიდი მადლობა. შეიძლება ერთ კითხვაზე გაგვცეთ პასუხი? დიახ. უშუალოდ ამ წინა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით როგორი მოლოდინი გაქვთ და არჩევნების როგორ შედეგებს ელოდებით? ისეთ არის უკანონოდ მიმარჩენია მე ყველა არჩევნები, რომლებიც უკანონო საარჩევნო კანონით მიმდინარეობს, ამიტომ არ ვიცი არაფერი. და მეორე იცით რა არის, მე მგონია რომ ეხლა პარტიებმა უნდა წამოწიონ, აი ხა დღესაც გადმოვიდა აქეთ საზღვარი, ხო, საქართველოს საზღვრები ისევ შემცირდა დღესაც. და პასუხი არის ამ მთავრობის რა, იცი რომ 25 ივნისს, დღეს არის 8 ივნისი. თურმე რაღაცა შეხვედრა არის ევროპის თურმე მოკლედ ესეთ დონეზე, სხვა საერთაშორისო დონეზე და იქ იტყვიან ამას. და გაუსკრება თურმე გული რუსეთს. ეს არ არის პასუხი, გესმით? სახელმწიფო უნდა პასუხობდეს რა რიტორიკით. რიტორიკით მაი მე ხო არ მომბობ რომ დაბომბეთ და რაღაცა, ხო? რიტორიკა ხო შეიძლება ითქვას რომ დღესვე უთხარი, კაცო, იმ დროისთვის რატო გადაგაკ? ანის ადამიანი რომ მოკლეს იქა, რამე გულისხმა, აი რამე ძალისხმევა თუ გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის რომ ის კაცი დაისაჯოს. აი ჩვენ თუ გაგვაგონა ქართველმა ხალხმა ვინმე თუ იცის თუ გაიგეთ, მეც მითხარით რომ გამეხარდეს რომ რაღაცა ქნა მთავრობამ ერთი რაღაც, ნუ შესკივა გული. გუშინ თუ არ ვწდები, იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს საჩვენო, ხო? თუ იქ საერთაშორისო თქვენ ავლევთან ბანერების დამონტაჟებაზე გულისხმოდით, ხო? ეხლა დღევანდელზე ხო, მაგრამ მე ის ხურჩაში რაც მოხდა და ადამიანი მოკლეს ახალგაზრდა კაცი, იმასთან დაკავშირებით ვამბობ, რომ აი ჯერეთი ის ადამიანი, ვინც იცით რა არის, ვინმე ფეიქრიშვილი, რომელიც არის თურმე ჰაკერების გუნდის, ნუ აი ეს ოფიციალურად აქვს თავისი ჰაკერების გუნდი, ამიტომ მან ესე იგი გამოაქვეყნა იმ ადამიანის ფოტო და იმის ვინაობა და ამიტომ დაიბარეს პროკურატურაში. ეხლა ეს ნორმალური არის? იმის მაგერად რომ მადლობა უთხრა ადამიანს, ხო?
იმათ რუსებმა თქვენს რომ არა ჩვენ არაფერ შუაში ვართ ეს თქვენ ტერიტორიაზე მოხდა ამის შემდეგ დაიდო ეს ისა ხო ამ კაცმა ეს სახელმწიფომ კი არ გააკეთა და ამ ადამიანს უნდა უთხრათ მადლობა და უნდა დაცვა დაუყენოთ მე მგონი რა ისეა უკვე საქმე დიდი მადლობა უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ზარისთვის დიდი მადლობა ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ტრადიციულად ვიდრე ერთმანეთს დამშვიდობებით შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp.gi ახორციელებენ ერთობლივ საფრთხემოქმედო კამპანიას და ასე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ კვირაში ჩვენ 17 წლის მიხეილ სვიტარიძეს ვეხმარებით მას იდიოპათიური სკოლიოზი აქვს და საზღვარგარეთ ოპერაციის ჩატარება სჭირდება რომელიც $43000 იღებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.gi და დაეხმაროთ დღევანდელ ბენეფიციარს ასევე მისი დახმარება შეგიძლიათ სატელეფონო ზარის ღირებულება 1 ლარი შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე 0977108082 და ამგვარად დავეხმაროთ 17 წლის მიხეილ სვიტარიძეს რომელსაც საზღვარგარეთ მკურნალობისთვის $43000 სჭირდება პრინციპში უკვე იწურება ჩვენი გადაცემისთვის გამოყოფილი დრო, ამიტომაც სიზულებული ვარ დააგემშვიდობოთ და შეგახსენებთ რომ ხვალ 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემა უსმენთ ერთმანეთს ხვალამდე. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99 უსმენთ ერთმანეთს